2010 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში განხორციელებული აფეთქებების სერიის მთავარი შემსრულებელი მერაბ ყოლბაია მეტსახელად კოჭოია დაკავებულია. მასთან ერთად აყვანილია დივერსიული ტერორისტული ჯგუფის კიდევ 2 წევრი გამოძიების ინფორმაციით. დივერსიული აქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი მერაბ ყოლბაია მეტსახელად კოჭოია დავალებას პირდაპირ აფხაზეთში მყოფი რუსი გენერლისგან ევგენი ბორისოვისგან იღებდა. სწორედ ყოლბაიამ ჩამოაყალიბა დივერსიული ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 6 ტერორისტული აქტი განახორციელა. ყოლბაია გავრცელებული ცნობით გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინში იმალებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 2009-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი ზურაბ ყოლბაია ზედმეტსახელად კოჭო. ასევე გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 2 წევრის შესახებ. ესენი არიან ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებლები ნუკრი შონია და დავით კეკუტია, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ აღნიშნული ტერაქტების მომზადებაში. კერძოდ, ხობის რაიონის სოფელ ჭალდიჩი რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობაში და თბილისში მუხიანის დასახლებაში მომხდარ აფეთქებაში. სამართალდამცავების მიერ ორივე პირი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასაკავებლად. და რა შეიძლება ყოფილიყო ტერაქტების მიზანი? ექსპერტებს დღეს ლიკა ხურციძე ესაუბრა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგურთობა. ლიკა, გისმენთ? ნინო, ტერაქტების მთავარი მიზანი სპეცოპერაციის პირველივე ნაწილში ცნობილი იყო, ამას ექსპერტებიც ადასტურებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და თავად დაკავებულებიც თავიანთ ჩვენებაში აღიარებენ, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, საქართველოში დესტაბილიზაციის და არეულობის გამოწვევა. ახლა რაც შეეხება თავად დაკავებულებს და მათ სქემას, ეს სპეცოპერაცია დიდი ხნის წინ დაიგეგმა და დაიგეგმა ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე და მთავარი მოთავე რუსეთის FSB-ს მაიორი გენერალი ჟენია ბორისოვი იყო, რომელმაც მაშინ დაიქირავა და დაუკავშირდა მურმან ცხადაიას, რომელსაც ასევე ოჯახი და ახლობლები ყავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და სწორედ მას დაავალა ტერაქტების განხორციელება. თავისი მხრივ ცხადაია დაუკავშირდა ყოლბაიას, იგივე კოჭოიას და სხვა დანარჩენ პირებს. 6 ადამიანი ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ძებნა და აძიება ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, მანამ სანამ არ იქნება დაკავებული ყველა მონაწილე. ამ დროისთვის 3 მონაწილე არის ძებნაში ტერაქტებთან დაკავშირებით. ეს არის თავად მუხრან ცხადაია, მისი შვილი მელორ, იგივე კოღო ცხადაია და რა თქმა უნდა ჟენია ბორისოვი. ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში მოახერხა 5 ტერაქტის განხორციელება და 1 ტერაქტის მცდელობა და ამ დროს დაღუპული იყო 1 ადამიანი. ეს ტერაქტი მოხდა ლეიბორისტული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოპირდაპირე სახლში ქალბატონი გარდაიცვალა მოხვედრილი ნამსხვრევისგან. რაც შეეხება თავად ასაფეთქებელ ნივთიერებას, ეს იყო 10 კილოგრამზე მეტი ჰექსოგენი, რომელიც სწორედ რუსების ხელშეწყობით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოქონდათ. ამ აფეთქებებში მონაწილეებს გადმოქონდათ ლუდის ქილებით და უფრო დიდი ზიანის მისაყრებლად ამ ქილებში, სადაც მოთავსებული იყო ფეთქებადი ნივთიერება ჰექსოგენი, მოთავსებული იყო ასევე ლურსმნები და ტყვიის გულები. რაც შეეხება ექსპერტები, ისინი ბუნებრივია ადასტურებენ, რომ რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ არის ისევე დიდი და რუსეთი და რუსეთის სპეცსამსახურები ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობენ გადაიბირონ ან დაუკავშირდნენ აფხაზეთში და საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ადამიანები და ისინი მუქარით დაშინებით ან სულაც მოსყიდვით აიძულონ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოაწყონ ტერაქტები და შედეგად გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. ფაქტი ერთია, რომ ის ტერიტორია, ანუ ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს, რისთვისაც გამოიყენება და რასაც აკეთებდა. იქ შეიარაღებაზე მიდის, გაძლიერება შეიარაღებისა და პლუს აი ესეთი ბაზებისა. ჩვენ არ გამოურიცხავთ, საუბარიც ქონდა ამასინათ, რომ არ არის გამორიცხული, რომ იქ სპეციალური ბანაკიც კი ქონდეთ, ბაზაც კი ქონდეთ, სადაც ამზადებენ მსგავს, ასე ვთქვათ, ჭყალებში ტერორისტებს და ჯაშუშებს. შეეხება ამ ჯაშუს სურხსელს, ეს ზუსტად მიზანმიმართულად იყო ასე ვთქვათ შეძენილი, ჩამოყალიბებული და შემდეგ ეს ტერორისტული აქტები განხორციელებული საქართველოში, ვინაიდან სადაც ტერორისტული აქტები ხორციელდება, რეგიონი მიიჩნევა არასტაბილურად და რისკის ფაქტორი, რა თქმა უნდა, მაღალია. ძირითადი მათი მიზანი არის მხოლოდ ერთი,
რუსეთს არ და ასე ვთქვათ, რუსეთს არ აუღია ხელი იმ განზრახვაზე, რომ მთლიანად დაიბრუნოს საქართველოს მის ზეგავლენის ქვეშ და დახიოს უკან მისი განვითარების ეს ტემპები. გავრცელებული ინფორმაციით მერაბ ყოლბაია იგივე კოჭოია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ჭუბურხინში. ეს არის აფხაზეთის და საქართველოს ხელისუფლების ამ დროისთვის არაკონტროლირებადი ტერიტორია. მან გაქცევა სცადა და სწორედ ამ დროს იგი ფეხში დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მან სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენებაც კი მისცა. რაც შეეხება ამ დროისთვის უკვე 9 პიროვნება არის დაკავებული სწორედ ამ ტერაქტების ბრალდებით. ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და მათ 20 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ისინი აცხადებენ, აღიარებით ჩვენებებს მოგვიანებით გაავრცელებენ და შესაბამისად ჩვენს მთავარ გამოშვებაში დეტალურად შემოგთავაზებთ თუ რას აცხადებენ დაკავებული და როგორი იყო რუსეთის სპეცსამსახურების სქემის დეტალები საქართველოში. დიდი მადლობა ლიკა, დანაშაულებების სქემის დეტალებით და ექსპერტების შეფასებით ლიკა ხურციძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. რუსეთის სპეცსამსახურებმა ქართული აგენტურული ქსელის დახმარებით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 6 ტერორისტული აქტი განახორციელეს. აგენტურული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით გერეოს მაიორი აფხაზეთში მყოფი ევგენი ბორისოვი მუხრან ცხადაიას დაუკავშირდა, რომელმაც მერაბ ყოლბაიას მეტსახელად კოჭოიას დახმარებით დივერსიული ტერორისტული დაჯგუფება ჩამოაყალიბა. გოგიდა არქანია, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია, ლელა ხურცილავა, მარინა ნიკოლავა და ჯონი აბულაძე საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ გალიდან, თბილისში და სამეგრელოს რაიონებში აფეთქებებს ეტაპობრივად ახორციელებდნენ. ისინი ასაფეთქებელ ნივთიერება ჰექსოგენს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში ათავსებდნენ და დივერსიულ აქტებს აწყობდნენ.